მეთოდ უკავარ და დღეს ჩვენი იოგას 5 დღიანი სერიის მეორე დღეა, სადაც დავამუშავებთ ბალანსს და ძალას. ბალანსის ასანები ავითარებს კონცენტრაციას, თვითკონტროლს და სტაბილურობას, ხოლო ძალისმიერი პოზები ამაგრებს სხეულს, აუმჯობესებს გამძლეობას და მოძრაობის კონტროლს. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ. დადექი მატის დასაწყისში. მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, წელი ნეიტრალურად, მუცელი მოდუნებულია, ხელის გულები იყურება წინ, ტერფები დააშორე ერთმანეთს და ახლობით მხრის სიგანეზე, თვალები დახუჭე და გააკეთე რამდენიმე გაცნობიერებული ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვა. სუნთქავთ ცხვირით და მუცლით. ჩასუნთქვის დროს მუცელი გამობერე, მოადუნე და დააცარიელე ამოსუნთქვასთან ერთად. ეცადე რომ მთელი პრაქტიკის განმავლობაში ყურადღება არ გაფანტო, დარჩი მხოლოდ მოძრაობებთან, შეგრძნებებთან და სუნთქვასთან. თავის წვერიდან ფეხის თითებამდე, სხეულის ყველა წერტილს გადაავლე თვალი, შეიგრძენი სხეულის წონასწორობა, ენერგია და სიმყარე. როდესაც მზად იქნები, ხელები შეგიძლია მოადუნო, თვალები გაახილე და დავიწყოთ. ჩასუნთქვის დროს შეერთე ხელის გულების ზევით, აატრიალე ჭერისკენ და აიწიე ფეხის წვერზე. შეიძლება უკვე იგრძნო, რომ ბალანსი გჭირდება, ამიტომ გააჩერე ბალანსისთვის მზერა ერთ წერტილზე. ამოსუნთქვასთან ერთად მოადუნე სხეული. კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, ჩაისუნთქე, იდაყვები და მუხლები გაჭიმე ბოლომდე, თითქოს ზევით ცას გინდა რომ იწვდე, ნელ-ნელა დაბრუნდი ქუსლებზე და მსუბუქად გადაიხარე უკან. ეცადე უფრო მეტად გულმკერდი გახსნა, წელი ერთ და ტვირთო გაიმართე, მარჯვენა იდაყვი მოგოქვს ნეკნებთან, ჩასუნთქვას ვაკეთებთ შუაში, ამოსუნთქვას მეორე მხარეს. ერთხელაც გაიმეორე ორივე მხარეს, ხელები წაიღეს ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს, ამოსუნთქვასთან ერთად, მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოკიდე, მარცხენა ფეხი გადაადე მეორე ფეხს ზევიდან და გადაიხარე მარჯვნივ. ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. შეერთე ხელები უკან და მუცლით ჩავდივართ ბარძაყისკენ. მოადუნე ბოლოს კისერი და ხელები წამოიღე სადამდეც თავისუფლად გამოყვება. აქვე გამოათავისუფლე ორივე ხელი, საპირისპირო იდაყვებს მოეჭიდე, კისერი მოადუნე და იქანავე. გადაიტანე წონა ფეხიდან ფეხზე. ნახევარი ტერფი, ცერები გადგი გარეთ, ჩასუნთქვაზე ჩაჯექი ჩახარე მუხლები, ამოსუნთქვასთან ერთად გამართე. მოძრაობა ისე გააგრძელე შენს რითმში, რომ ზედა ტანი საერთოდ არ ჩართო მოძრაობის პროცესში. გაიმეორე რამდენჯერმე, სანამ სუბუქ გახურებას არ იგრძნობ. ერთიც. დადგი ხელები, დააბრუნე ტერფები და აქვე შეგიძლია სუბუქად გაამოძრაო. ტერფები ჩახარო მუხლები მონაცვლეობით. ამოვდივართ ყოველთვის მომრგვალებული ხერხემლით. გააკეთე ისე, რომ ბოლოს გაასწორო კისერი. ჩამოფერთხე სხეული, მოხარე მარჯვენა ფეხი მუხლში, მხრები გაიტანე უკან, გულმკერდი წინ და ტერფი დაატრიალე წრეზე. ბალანსისთვის გააჩერე მზერა ერთ წერტილზე და მთელი შენი ყურადღება საყრდენ მარცხენა ტერფთან ჩაიტანე. მარჯვენა ხელი მუხლს მოკიდე, გაიტანე ფეხი მარჯვნივ, მარცხენა ხელი გაშალე და გაშლილ ხელს გააყოლე მზერა. ჩაისუნთქე შუაში, მარცხენა ხელი მოკიდე და მარჯვენა ხელი უკან. აქაც გაშლილ მარჯვენა ხელს გამოხედე. კარგად დაგრიხე ხერხემალი. დააბრუნე და მარჯვენა ფეხი გადაადე მარცხენა ფეხს ზევიდან, ჩასუნთქვა და სკამის პოზა. ერთი ფეხით. ხელები მიმართულია ცისკენ, იდაყვები გამართულია ბოლომდე, წელი დააკვირდი, რომ ზედმეტად არ ჩაზნიქო. შემდეგ ჩასუნთქვაზე კიდე უფრო ახლოს მოდი ქვედა ტანთან. კარგად ჩახარე მუხლი. ჩასუნთქვა, ხელების ზევით
მოხსენი მარჯვენა ფეხი და ამოსუნთქვასთან ერთად წინ გადაიხარე მესამე მეომარში. ზედა ტანი და ფეხი გაასწორე მატის პარალელურ ერთხელზე. შეერთე ორივე ხელი გულმკერდთან ნამასტეზე, მარჯვენა ფეხი ჯერ მოხარე, გამართე, ფეხის თითები იყურება შენსკენ და ფეხი ამოდის რაც შეიძლება ზევით. დააყოვნე რამდენიმე სუნთქვა, მოხარე, მარჯვენა ხელი ცერათითის მხრიდან მოკიდე მარჯვენა ტერფს და ფეხი ერთდროულად ადის უკან და ზევით მოცეკვავის ასანა. ისევ ბალანსისთვის მზეირას ვაჩერებთ ერთ წერტილზე. მარცხენა ხელი გამართულია, მზეირა წინ. ამოსუნთქვა და უშვი. ჩამოფერთხე ორივე ფეხი და იგივეს გავაკეთებთ მეორე მხარეს. მოხარე მარცხენა. ფეხი ახლოს მოიტანე გულმკერდთან და ადრიალე ტერფი. მეორე მხარეს. ჩასუნთქვაზე მუხლი გარეთ. თუ სხეული გახსნილია, შეგიძლია ხოლმე მუხლის ნაცვლად იგივე გააკეთო გამართულ ფეხზე. ორი თითი მოკიდე ცერს, გამართე ჯერ წინ და შემდეგ ნელ-ნელა გაიტანე ფეხი მარცხნივ. ჩასუნთქვა შუაში, თუ მოხრილ ფეხზე გააკეთებ, იგივე გააკეთე როგორც წეღან, მუხლს მოკიდე ხელი, გამართული ფეხის შემთხვევაში ტერფს მოკიდე ხელი და გაიხედა უკან მარცხენა ხელისკენ. ამოსუნთქვა და აბრუნე, მარცხენა ფეხი გადაადე მეორე ფეხს, ჩაისუნთქე სკამის პოზა. შემდეგი ჩასუნთქვა გადაიხარე კიდე უფრო წინ, ახლოს მოიტანე ზედა ტანი ფეხთან. სუნთქვა თავისუფალია, 7, გაიმართე. ამოსუნთქვა, გადავედით მესამე მეომარში. თუ საყრდენი ფეხი მუხლში ცოტა ჩაგეხრება, შეგიძლია მოხანო. გაიმართე, შეერთე ხელის ღულები, წამოიღე ფეხი და გამართე. გამართული ფეხის თითები იყურება შენსკენ. გავაჩერეთ 3 სუნთქვა. მზერა სადაც არ უნდა წაიღო ხოლმე. ეცადე რომ მთელი შენი ყურადღება კონდეს საყრდენ ტერფთან. გადააბი აქაც ნატარა ჯასანა იგივე მოცეკვავის პოზა. ამოსუნთქვა. დავბრუნდებით საწყის პოზიციაში. ჩასუნთქვა. შეერთე ხელის გულები ზევით. სუბუქად გადაიხარე უკან, ჩადი მატისკენ და თავი შეიტანე შიგნით. ჩახარე მუხლი, მზეირა წინ და მარჯვენა ფეხი შორს გადადგი. როდესაც სიმყარეს იგრძნობ, ხელები მოხსენი პირველ მეომარში. დავრჩეთ 3 სუნთქვა. კარგია. შემდეგ მარჯვენა ხელი წინ გაიტანე, მატის პარალელურად და მარცხენა ხელს გააყოლე მზეირა უკან. აქვე შეგიძლია გადააბა სუბუქი უკანსნექი. ჩასუნთქვა ხელები ზევით უკან. ტერფი დააწვინე და მეორე მეომარი. მარჯვენა ხელი ფეხზე, ამოატრიალე მარცხენა ხელის გული, ოდნავ წინ ბიძგი და გადაიხარე უკან. შეცვალე ხელი, მარცხენა იტაყვე მუხლზე, მარჯვენა ხელი ყურს უკან გადაატარე. ცადე ზედაპირს მიწვდე, მარცხენა ხელი ზედაპირზე დადე, მარჯვენა ხელი ზევით და შეკარი ხელები უკან. შემოხვი ერთმანეთს და ფრთხილად ცადე წინა ფეხის მუხლში გამართვა. საწყის პოზიციაში დასაბრუნებლად ერთი ვარიანტია, მუხლი ჩახარო, დადგა ხელები, მოადგა ფეხები უკან. თუ ვარიაციას გაართულებ, აქედან წამოიღე მარჯვენა ფეხი, გადაიტანე წონა მარჯვენა ფეხზე და კიდევ ერთი ბალანსი დაამუშავე. ჯერ მოხარე მარცხენა ფეხი და შემდეგ ნელ-ნელა გამართე. აქვე შეგიძლია ცადო
გადახრა 90 გრადუსზე. მოხარე და ნელ-ნელა დაუშვი. ჩასუნთქვა ხელების ზევით. ამოსუნთქვა გულმკერდთან. ჩასუნთქვა ისევ ორივე ხელის ზევით. გადაიხარე უკან, დაეშვი მატისკენ. დადგი ხელები, თავი შიგნით, ჩახარე მუხლი, ზეირა წინ და მარცხენა ფეხი უკან. ჩასუნთქვა პირველი მეომარი. რჩებით 3-5 სუნთქვა, დარწმუნდი რომ წინა ფეხის კუთხე გასწორებულია 90 გრადუსზე. ამოსუნთქვა მარცხენა ხელი წინ და მარჯვენა ხელს გააყოლე მზერა უკან. აქაც შეგიძლია ცადო სუბუქი უკანსნიკი. ჩასუნთქვა ხელების ზევით. ამოსუნთქვა მეომარი 2. მარცხენა ხელი ფეხზე. ამოატრიალე მარჯვენა ხელის გული, გადაიხარე უკან. შეცვალე ხელი, მარჯვენა იტაყვე მუხლზე და მარცხენა ხელი ყურს უკან გადაიტანე. თუ ზედაპირს მიწოდები გავართულოთ ვარიაცია, ხელები ერთ ხაზზე და წაიღე უკან ერთმანეთისკენ. შეკარი და ფრთხილად ცადე წინა ფეხის მუხლში გამართვა. და ვცადოთ ისევ ჩახარე მუხლი, მთელი დატვირთვა გადაიტანე მარჯვენა ფეხზე. მოადგი მარცხენა ფეხი. გადმოიტანე წონა მარცხნივ და ნელ-ნელა ცადე მუხლის გამართვა. თუ მუხლის გამართვა ზედმეტია, შეგიძლია უბრალოდ მოხრილი ფეხი ამოიტანო და ბალანსი დაამუშავო. ჩახარე, დააბრუნე და დაუშვი. ჩასუნთქვა ხელების ზევით. ამოსუნთქვა გულმკერდთან. ჩასუნთქვა ხელების ზევით. გადაიხარე უკან, ჩადი მატისკენ, დადგი ხელები, თავი შიგნით. ჩახარე მუხლი მზერა წინ და ან ნაბიჯით, ან ნახტომით გადავედით უკან. ფეხის თითებს მიაწექი წინ, დადე მუხლი, კერდი და ნიკაპე. დააწვინე ტერფები, ამოსუნთქვასთან ერთად მხრები დაუშვი და დააგრძელე კისერი. ჩასუნთქვა თავდახრილი. ჩავედით იდაყვებზე. ვარიაცია არ იცვლება, პოზა რჩება იგივე, უბრალოდ დადგი იდაყვი. ჩასუნთქვა აქვე გააკეთე და ამოსუნთქვაზე. გადადი პლანკის პოზაში. გავაგრძელოთ მოძრაობა. შეგიძლია რაოდენობა გააკეთო იმდენი, რამდენსაც იმ მომენტში შეძლებ ხოლმე. უცლის კუნთები დაჭიმულია, წელი ნეიტრალურად, ხელები დადგი სწორად. მოდი 3-ჯერ გავაკეთოთ კიდე. გაძლიერე ხელები. ერთიც. კარგი. აქედან მარჯვენა ხელი გვერდით. ტერფებიან ერთ ხაზზე. მარცხენა ხელი ზევით. ვარიაციას თუ გაამარტივებ ქვედა ფეხის მუხლი დადე, თუ გაართულებ ზედა ფეხი მოხსენი. ან მოხარე და გადაადე მეორე ფეხს ზევიდან, ან ორი თითი მოკიდე ცერს და გამართე. დაბრუნდი შუაში და შეცვალე მხარე. მარცხენა ხელი დადე, მარჯვენა ხელი ზევით. თუ დაყოვნება გიჭირს, ქვედა ფეხის მუხლი დადე. თუ თავისუფლად გახარ გაართულე, წელი ამოწიე, მუხლი გარეთ. შეგიძლია ფეხი მოხრილი, ან გამართული მოხსნა. დააბრუნე. დააბრუნდებით იდაყვებზე. ნელ-ნელა დაეშვი და მოხვალ პირდაპირ კობრას ასანაში. მენჯები მყარად გიდევს ზედაპირზე, მხრები დაშვებულია და შეგრძნება გაქვს, რომ თავის წვერით ცას გინდა მიწდე. ჩასუნთქვა აქვე და ამოსუნთქვაზე ნელ-ნელა თავი გაატრიალე მარჯვენა ქუსლისკენ. თუ დაინახავ შეხედე, თუ არა უბრალოდ მიმართულება მივცეთ.
ჩაისუნთქე უკან და ისევ ამოსუნთქვა. დააბრუნე თავი შუაში და იგივე მეორე მხარეს. ერთი შეხედვით უმარტივესი მოძრაობაა, რომელიც კისრის მალებისთვის არის ძალიან სასარგებლო. აი ეს, კარგია. დადგე ორივე ხელი, ჩაასე ფეხის წვერი და დაბრუნდები თავდახრილში. ჩასუნთქვა, გამართული მარჯვენა ფეხი აწიე ზევით, ამოსუნთქვაზე, მარჯვენა იდაოს, მიადე მუხლი, ძირს საერთადო, გავაჩერეთ 3 თვლა. 1 2 3 ჩასუნთქვა, ფეხი ზევით და მარცხენა იდაყვე. გავაჩერეთ 1 2 3 ჩასუნთქვა, ფეხი ზევით და ფეხი შუაში, გულმკერდთან. ნელა ჩაიტანე მატისკენ, სწრაფად დააკარი გულმკერდს. ესეც 3-ჯერ გააკეთე. 1 ამოსუნთქვა, 2 ამოსუნთქვა, 3 და გულმკერდთან რომ ამოიტან, წინ გადადგი ფეხი. დადე მუხლი, ტერფი, ჩასუნთქვა, ხელები ზევით. სუბუქი უკაცნიკი. შეერთე ხელის გულები, ჩამოიტანე გულმკერდთან, მარცხენა იდაყვე, მოათავსე მარჯვენა მუხლზე. არ მიეყრდნო, მიაწექი და გაიხედე უკან. ბალანსის ერთ ვარიაციას თუ ჩართავ, გამართე მარცხენა ფეხი მუხლში და ისე დაყოვნდი. თუ კიდე გაართულებ, გამართე ორივე ხელი და წაიღე უკან ერთმანეთისკენ. თუ მიწუდები, შეკარი, თუ არა მიმართულება მივცეთ. ნელ-ნელა უბრუნდებით უკან. დადე მუხლი, ტერფი. გამართე, შეერთე ხელები, დაბრუნდი შუაში. მოხარე მარცხენა ფეხი, ჯერ ერთი ხელი, შემდეგ მეორე და მოიზიდე ფეხი შენსკენ. აქაც დააკვირდი, თუ როგორ გთხოვს სხეული ბალანსს. გაჭიმე ფეხი, გაწელე მარცხენა ბარძახზე ზომიერ შეგრძნებამდე და პირიქით. წელი წინ და ტერფი უკან. კარგია, დადგე ორივე ხელი წინა ფეხთან და გამართე მუხლი. ფეხის თითები იყურება შენსკენ და გამართული ხერხემლით უცლით ჩავდივართ ბარძახისკენ. დააბრუნე, ჩაასე უკან მარცხენა ფეხის წვერი, ამოსუნთქვა, თავდახრილი. თავდახრილის სწორად შესასრულებლად მანძილი რო გაზომო ხოლმე ხელფეხს შორის, შეგიძლია ცადო მაღალი პლანკა. ხო, იგივე ფიცრის პოზა. როდესაც პლანკაზე სწორად გახარ, ხელები არის მხრისქვევით, ფეხები გამართულია, უბრალოდ გადადი პირდაპირ თავდახრილში და არაფერი აღარ შეასწორო. ეგ არის შენი იდეალური დაშორება. მარცხენა ფეხი ზევით, ამოსუნთქვა, მარცხენა იდაოს მიადე, ძირს საერთადო გავაჩერეთ 3 თვლა. 1 2 3 ჩასუნთქვა, ზევით, მარჯვენა იდაყვე, გავაჩერეთ 3 თვლა. 1 2 3 ჩასუნთქვა, ფეხი ზევით, ამოსუნთქვა, შუაში, ნელა ჩაიტანე, სწრაფად აუშვი და 3-ჯერ. 1 ამოსუნთქვა, 2 ამოსუნთქვა, 3 და გულმკერდთან რომ ამოიტან, პირდაპირ გადადგი ხელებში. შეასწორე ტერფის და წვივის კუთხე 90 გრადუსზე. ჩასუნთქვა, ხელები ზევით, სუბუქი უკანსნექი, შეერთე ხელის გულები, ჩამოიტანე გულმკერდთან, მარჯვენა იდაყვე, მარცხენა მუხლზე და იკრიხება ხერხემალი. ბალანს თუ დაამატებ, გამართე მარჯვენა ფეხი მუხლში,
შეგიძლია ხელებიც გახსნა და შეკრა უკან. დადე მუხლი, ტერფი, გამართე ორივე ხელი, როგორც შეხვალ ხოლმე ასანაში. ისე ნაბიჯ ბრუნდები უკან. მოხარე მარჯვენა ფეხი, ჯერ ერთი ხელი მოკიდე, შემდეგ მეორე. და მოიზიდე ფეხი შენსკენ და როდესაც სიმყარეს იგრძნობ პირიქით. ხო, აქაც დააკვირდი, როგორ მოგთხოვს სხეული ბალანსს. დააბრუნე, დადგი ხელები და გამართე მარცხენა ფეხი მუხლში. ამოსუნთქვასთან ერთად მსუბუქად გაიწელე, ჩადი გულმკერდით, ბოლოს ჩაიტანე თავი, ჩახარე მუხლი, ჩაასე უკან ფეხის წვერი და თავდახრილი. მარჯვენა ხელი მარცხენა კოჭს მოკიდე, გაიხედე მარცხნივ, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. ნაბიჯით ან ნახტომით წავედით მატის დასაწყისში. შეერთე მუხლი და ტერფი. ჩახარე მუხლი. მინჯები. გადაედე მუცლით ბარწახს. შემოხვიე ხელები ფეხებს. თავი შეიტანე შიგნით და ნელ-ნელა გამართე მუხლი იქამდე, სადამდეც მუცელი კიდევს ბარწახებზე. ჩახარე მუხლი. ხელის წვერით შეეხეზე დაპირს მზერა წინ და სკამი. წელი არც ზედმეტად ჩასნიქო, არც მოამრგვალო, ნეიტრალურად. წონა იგრძენი ქუსლებზე, ქვევით რომ დაიხედავ, ფეხის თითებს უნდა ხედავდე. ჩახარე ხელები, შეერთე ხელის გულები, ჩამოიტანე გულმკერდთან, მარცხენა იდაყვი, მარჯვენა მუხლზე. შეგიძლია აქაც ხელები გახსნა, მარცხენა ხელი იდება ზედაპირზე, იდაყვი რჩება ისე მუხლის გარეთ და მარჯვენა ხელი ჩახარე, წაიღე უკან მარცხენა ბარწახისკენ. გამართე, შეერთე ხელები, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. ხელს დააკვირდი, აქედან გამართე და გაიტანე უკან მარჯვენა ბარწახი. გამართე, შეერთე, ჩასუნთქვა და საწყისი. წონა გადაიტანე მარცხენა ფეხზე და მარჯვენა მოხსენი. ვაჩერებთ 5-7 სუნთქვა. ფეხის თითები იყურება წინ. მეორე ფეხი, მარცხენა ფეხი წინ, ჩახარე მუხლი. შეგიძლია დაყოვნების ხანგრძლივობა შენი სურვილის მიხედვით გაზარდო და 90 გრადუსი. საწყისი. დავიწყებ დაჯდომას. 1, 5 თუა, 2, 3, 4, 5. ნავასანა. გამართე ორივე ფეხი, ხრები უკან, გულმკერდი წინ. მუხლებს, ბარწახებს და მუცელს შორის მაქსიმალურად შეამცირე მანძილი. შემდეგ ჩახარე მუხლი ისე, რომ მუხლი და ტერფი იყოს მატის პარალელურ ერთხელზე. ზედატანით დაშორდი ფეხებს, დააკვირდი, რომ წელი არ დადო და სწრაფად დაუბრუნდებით უკან. გაიმეორე რამდენჯერმე. აქტიურად ჩართე მუცლის კუნთები. ცხვირითი სუნთქე და კიდევ ორჯერ. 1 და 2. კარგია. დადგი ფეხები მხრის სიგანეზე, ხელები უკან, ხელის თითები იყურება წინ, ჩასუნთქვა. წელი ზევით. და თავი ნელ-ნელა მოადუნე.
ხელები თავსდება მხრის ქვევით, მუხლი მენჯბარძაყის დაბლა, შეკუმშულია დუნდუა გუნდი. ამოსუნ თქვა. მოამრგვალე ხერხემალი და თავი შიგნით. თუ შეძლებ, ტერფების ან მონაცვლეობით, ან ორივეს ერთად აწევად სადეხოლმე. და კიდე 2. ამოსუნ თქვა. გამართე. და ერთიც. ამოსუნ თქვა. ნელ-ნელა მოამრგვალე ხერხემალი, თავი შიგნით. როცა იგრძნობო საკმარისია, დაჯექი. მაჯები დაიწებებოდა, ცოტა ხანი დადგი პირიქით და ასვენე. შეგიძლია გაამოძრავო. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ვიდეო მოგეწონათ. თუ მოგეწონათ და გინდა მხარი დამიჭირო, გამოიწერე ჩემი არხი. მოიწონე ეს ვიდეო და დამიწერე კომენტარი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.